რუსთავის ქალთა კოლონიის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიტპატიმარ მზია მაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები მისთვის დაბადების დღის მისალოცად შეიკრიბნენ. მედიის წარმომადგენლების საპატიმროსთან ახლოს ფრანებით მივიდნენ და მედია მენეჯერს დაბადების დღეს შეძახილებით მიულოცეს. ამაღლობელის კოლეგებმა იმედი გამოთქვეს, რომ 12 იანვრიდან პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი, რომელმაც პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შეიმშილა, მათ ხმას გაიგონებს. სიმბოლური აქცია მზიასთვის სოლიდარობის გამოსახატად, დაბადების დღის მისალოცად. წარმოუდგენელია, რომ აქ ვართ დღეს, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ჩვენს კოლეგას და მეგობარს დაბადების დღეს ულოცავთ და ის ციხის კედლებშია და ჩვენ ვდგავართ და ვცდილობთ, რომ აქედან მივაწვდინოთ როგორმე ხმა. ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ვერც ერთი ჩვენგანი აი ამ სურათს, რომელიც არ ვიცი, დღემდე დაუჯერებლად ჩანს და გამოიყურება. ჩვენი მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, კვლავაც არის თავისუფლება მზიას, იმიტომ რომ მზია ამაღლობელი არის უკანონო პატიმარი და ამ საქმიდან არის მხოლოდ ერთადერთი დასასრული და ერთადერთი დასასრული შეიძლება არსებობდეს. ეს არის მზიას უპირობო თავისუფლება. მზიასთვის სათქმელი გვაქვს მადლობა. მადლობა იმ სიძლიერისთვის, რომელსაც ეს ადამიანი ყველა სამაგალითოდ გვაჩვენებს. აქ მოსვლის მიზეზი არის, რომ ჩვენ ცირედით მაინც ვეცადოთ, რომ ფიზიკურად მაინც გავაგებინოთ მას, რომ გვერდში უდგავართ. დარწმუნებული ვარ, იგი გრძნობს ამ თანადგომას, მინდა მას კიდევ ერთხელ მხნეობა უსურვო და ბოლოს მაინც მადლობა. მადლობა იმ დიდი მაგალითისთვის, რომელსაც ყველას გვაჩვენებს. აუცილებლად ეს ყველაფერი მალე დასრულდება და დასრულდება თავისუფალი სიტყვის გამარჯვებით. მზია მაღლობელი ციხეში ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისთვის ცილის გაწვნის გამო იმყოფება. მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალა და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.